მოგესალმებით მეთევზეებო, როგორ ხართ? მოკლედ დიდხნიანი პაუზის შემდეგ მე და ჩემმა მეგობარმა ნიკუშამ გადავწყვიტეთ, რომ წავიდეთ შაორის წყალსაცავზე, სათევზაოდ, ეგრეთ წოდებულ ტრაფეიზე, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ამ გასვლაზე უშუალოდ გვექნება მხოლოდ და მხოლოდ პულტიანი ნავი და მე მაქვს სურვილი, რომ ჩვეულებრივად სპორტულად სპომბით დავკვებო, ანუ სპოდით ვითევზაო, თუ რა თქმა უნდა, ტბა მომცა ამის საშუალება. ბოლო მონაცემებით მეთევზეებისგან ვიცით, რომ ცოტა პასიურია შაორი, რასაც ვერ ვიტყვით ყიბულის წყალსაცავზე, იმიტომ რომ ჩვენი მეგობრები არიან იქ და ძალიან მაგარი სესია აქვთ, მაგარ კობრებს იჭერენ, 5, 6, 7, 8 კილოანიც კი დაიჭირეს. ულტრას ახსე დაიდება, ან თუ არ დაიდო უკვე ვიდეო. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მოკლედ შაორზე ავსულიყავით და ნახოთ რა სიტუაცია იქნება, ვიცით, რომ ბალახი არის. თუმცა ვეცდებით, რომ ეკოლოტის საშუალებით ვიპოვოთ სუფთა წერტილები და სასურველი იქნება, რომ სადღაც 100-120 მეტრზე თუ მექნება სუფთა წერტილი, რომ სპომბით მუშაობა შევძლო. სხვა დანარჩენს უშუალოდ ტბიდან მოგაწვდით ინფორმაციებს, დარჩით ჩვენთან, გამოიწერეთ ჩვენი არხი და ლაიქეთ ვიდეო, უამრავ საინტერესო რამეს ნახავთ. ჩამოვედით მოკლედ თლუღისხლიდან გადმოვდივართ. ეხლა ეს უნდა გადავტოპოთ აქ ზალივებით რო აყურე. ჩავურთავთ ხიდებს და აბა ვნახოთ ჩვენი ფორიკები რა სიზავს. ნიკუშა ეხლა ფეხი ძომავს. ძალიან ღრმა ხო არ არისო, რომ ხო არ ჩავარდებით, მე ვფიქრობ უპრობლემოდ გავა. აქ ჩვენი მანქანები. თქვენ რა სიტყვით გავართ თუ ვერა, აბა. მოკლედ მე გამოვედი გავრისკე, აი გაჩვენებთ ახლა სადამდე დასვლა და აქანა საგიჟეთია. თითქმის აი შუშაზე, წინა პარპრესზე ამოვიდა წყალი. ეხლა ნიკოლოზი გამოვა და ვნახოთ, აბა რა სიზავს. შეხედეთ, აუ შენ გენაცვალე. ნადირია, ნადირი. აბა რა, ბიჭო. მოკლედ მოსაღამოვდა და ძლივ შევძელი ვიდეოს გადაღება, ესე იგი მოხდა ესეთი რაღაცა, როგორც დაგეგმილი გქონდა, გეგმები შეგვეცვალა, იმიტომ რომ შაორზე სადაც მივდიოდით და სადაც უნდა დავმდგარიყავით, ესე იგი ფიზიკურად ვერ შევძელით შესვლა, ძალიან გაუვალი იყო, გზები მომატებულია, საშინლად აწეულია წყალი. მოკლედ დავანგრიეთ მანქანები, ვეცადეთ, მაგრამ მე აღარ გავრისკეთ, იმიტომ რომ გზად რო შევედით
ჩვენი სანაცნობო შეხვდა მეგობრები, რომლებიც ჩავარდნილები იყვნენ, ფიზიკურად ახლოს ვერ მივედით, რომ დავხმარებოდით მანქანებით, ან გამოგვეყვანა ძალიან დავიტანჯეთ. მე პირადად იმ ხელა წყლებში ვიარე, რომ ნომერიც კი დავკარგე მანქანის მომიძვრა და მე ძლივას ვიპოვეთ და დავამაგრეთ. ნუ მოკლედ, მოვტრიალდით უკან, წამოვედით და ჩამოვედით ტყიბულის წყალსაცავზე, იმიტომ რომ ძალიან დიდი ბალახი იყო შაორზე, შეუძლებელი იყო დადგომა. რეზულტატი არ გვექნებოდა. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ ტყიბულის წყალსაცავს დავბრუნებოდით. მთელი დღის განმავლობაში ვერ მოვახერხე მე ვიდეოების გადაღებას, სტარტზე გაშლას. ხო და ჩავყარეთ ანკესები, 2 თევზი ყავს დაჭერილი უკვე, ძალიან მალე სხვათა შორის დაკვებიდან. დეტალებს ნელ-ნელა ეტაპობრივად შეგატყობინებთ. აი ეს გავიშალეთ, გაჩვენებთ ახლა. აი ესე გავიშალეთ, ეს არის ჩემი როტბოდი, ესე იგი 4 წერტილი გვაქვს არჩეული. ერთი არის უკიდურესი მარცხენა მხარე, მე აქეთ აქვს გაშვებული პირდაპირ და აი ეს ადგილი ვისაც გეცნობათ, აი იქ ყურეს შემოსასვლელთან მაქვს ერთი ანკესი გაშვებული. ნიკუშას ანკესებს რაც შეეხება, ესე უკიდურესი მარცხენა ზოლი დაიკავა მთლიანად, ესე აქ განაწილებული ჯოხები ჩალაგებული. სხვათა შორის ეს ძალიან კარგი ადგილია, ადრეც ვიყავი აქ ნათევზავები ვარ, უბრალოდ წვრილი თევზი იჭირება ხოლმე ბევრი ამ ადგილას, მაგრამ იმედი გვაქვს ცოტა დიდ თევზებსაც დავიჭერთ. და ჩემი ძმა და მეგობარი დაჩი იყო, მოკლედ 5 დღეა აქ არის ტყიბულში. 6. ხო და ვერ მოუთმინა გულმა დღეს აიშალნენ ბიჭები და წამოვიდა მაინც ჩვენთანაც გადმოვიდა და აი ახლა კულინარობს, აი ესე წვაც გვიწვავს. დაჩი როგორი იყო ტყიბულის წყალსაცავი? წელს მეორედ ვეწვიე ტყიბულის წყალსაცავს. პირველად ძალიან შედეგიანი გამოდგა. დაახლოებით 20-25 ზუსტად არ მახსოვს 20-25 თევზამდე დავიჭირე. და რაც შეეხება ამ 5-6 დღიან თევზაობას, ეგ იყო რაღაც სასწაული რა. იმიტომ რომ დავიჭირე ძალიან დიდი ზომები. 8 კილოიანი, 7 კილოიანი კარპები, სადღაც 25 თევზს გავწვდით რა. რო გავიგე ჩემი ძმა და მეგობარი ჩამოვიდა ესე თქვა ტყიბულში. ეგრევე მეც აქ გავჩდი და ძალიან კაი ჯიგარი ხარ. მოკლედ საღამოს ნიკუშას პოდზე დაგვირტყა თევზმა. მთელი დღე ხმარ მოუღია ანკესებს. გუშინ საღამოს მერე და ეხლა დაჯდა. ეხლა ნელა ჩავალდაბლა და იმედია კარგი ზომის კობრი იქნება. როგორია? კაია? ჯერჯერობით კარგად დავნახოთ. ოპა. ჩავარდით. საკმაოდ შორს არის ჯერ და მოვიდა ახლოში. ვნახოთ. ნელა ეგრე მაღლა მიწევნიკა. დამაკენე. ესეთი მომცრო ზომის კობრია. პატარა. всё. საღამომშვიდობის სამეთევზეებო, მოკლედ ესეთი სიტუაცია გვაქვს. მთელი დღის განმავლობაში, როგორც დილით, ღამით, მთელი დღე საერთოდ არ ყოფილა აქტიურობა, არ იყო ჩარტყმები. რაც შეეხება უშუალოდ საღამოს, 2-3 ჩარტყმა ჰქონდა, 3 თევზის რეალიზება მოხდა. წონები სტანდარტულია საშუალოდ. მე ადრე აქაც ვიყავი ამ ადგილზე ნამყოფი ვარ და მაშინაც ესეთი ზომები იჭირებოდა 2-3 კილოვანი.
საშუალოდ, მაგრამ შედარებით პასიურია, იმიტომ რომ წყალი ძალიან არის აწეული, მოდიდებულია, ნელ-ნელა იკლებს ახლა შევამჩნიეთ, რომ ჩადის 1 მეტრანახევარი 2 მეტრი დაკლებული აქვს. ნუ ეს შეხედვით რა შეიძლება ითქვას, რომ მაინც წვალებ-წვალებით შევძელით დაჭერა თევზების. მაგრამ თლად კმაყოფილებიც არ ვართ, უფრო მეტ აქტიურობას მოველოდებოდი მე პირადად, მაგრამ ალბათ ესეთი პერიოდია, არის კიდე ფაქტორი, რომ ეხლა იქით ზალივები არის ბადეებით ფაქტიურად გადაკეტილი რა, ეს მავნებლობა როგორც ყოველთვის ხდება, ვერ მოვეშვით ამ რაღაცებს ქართველები, რომ ერთი მეორეს პატივი ვიცეთ და სხვასაც და ჩვენ ქვეყანასაც მთლიანად, ძალიან სამწუხარო ამბავია. დილით იყო კიდე ისეთი ფაქტი, რომ აი იმ ადგილზე ნიკუშ გამოაჩინე, არის კუნძული ახლა. და არ ვიცი მეთევზეები შევიდნენ, ვინ იყვნენ, რაცა ჯოხები გვაქვს ჩაყრილი 50-60 მეტრში გვერდზე იჯდნენ. ფაქტიურად ჩემი წერტილები რო იტყვიან, აი მოკვდა, გაფრთხა, იმიტომ რომ ეხლა აქეთ რომ მეუკვებავდა იქით ტიპები თევზაობენ, ეს ძალიან ცუდია, ყველა მიცით. მაგრამ არა უშავს, ამ საღამოთი მაინც შევძელით რამდენიმე თევზის დაჭერა და ნახოთ ეხლა ღამე როგორი იქნება, სიმართლე გითხრათ, რატომღაც გონია რომ მაინც შემოვა თევზი, მაგრამ თუ არ შემოვიდა, ჩვენ ხვალ საღამომდე ვჩერდებით აქ და თუ რამე შეიცვალა და უკეთესობისკენ წამოვიდა, მაგასაც აუცილებლად შეგატყუბინებთ. აი ეხლა შებინდებისას სავარაუდოდ პატარა თევზის სვინგერს ვერ ერევა, ვერ ძრავს და ვნახოთ ამოვწევ. რა და როგორ იქნება. სავარაუდოდ პატარა ზომაა, ვნახოთ რა იქნება. ეში თითქმის არ იგრძნობა. კარჩხანა რო იყოს. გუშინ დავიჭირეთ სხვათა შორის ერთი 400-500 გრამიანი კარჩხანა. გაძვრა მე მგონი თან იმდენად პატარა იყო. კაიგად. აი მეგობრებო, ძალიან პატარა მომცრო ზომის კობრი. ეხლა გავუშვებ ამ საცოდავს. კი მიფიქრე რომ პატარა იჯდა, იმიტომ რომ სვინგერს ვერ ერეოდა. აი ესეთი ტიპის მონტაჟი გვაქვს, დერიგი. გავასწორებ ერთი წამი. რომელიც არც ერთ შემთხვევაში ასე რომ ვთქვათ, ჟარგონულად არ გამაზავს ჩარტყმას. აი ესეთ ზომებსაც კი იჭერს. აბა გავუშვებ. აი ესე ყველა თევზი აუცილებლად დაიჭირეთ და გაუშვით. მინდა აღვნიშნო, ძალიან ბევრი მეთევზია ამოსული, ახლა ღამე ფანერები ჩანს სახეთ იქიდან, როგორც მოპირდაპირე მხარეს, ისე გვერდებზე. აქ ჩვენ გვერდითაც დადგნენ ბიჭები, მოვიდნენ თევზაობენ, ახლოში დგანან. ჩვენ ხვალ საღამომდე გავჩერდებით სავარაუდოდ, იმედი მაქვს დავამატებთ თევზებს რამდენიმე წელს. თუ არა და პროგრამა მინიმუმი შესრულებულია, მე და ნიკუშამ ორ-ორი თევზის დაჭერა შევძელით, სესია გამოვიდა, ვისიამოვნეთ. მოკლედ ახლა ესეთი რამე გვაინტერესებდა, ნიკას ვთხოვე რომ მეთქი ეკოლოტი გავატაროთ. რა ხდება უშუალოდ წერტილებში თქო, საცა კორმილია. ეხლა აი ყველა თითქმის ჩვენ წერტილზე ხო დგას თევზი. ამ წერტილში კიდე ცოტა დგას, ანუ წინა წერტილები ვნახეთ, აი ძალიან ბევრი თევზი იდგა. რატო არ იღებს ღამე თევზს, ჯერ კიდევ ვერ ამოვხსენი. თქვენ თუ იცით ბიჭებო და რა გამოცდილება გაქვთ, დაწერეთ კომენტარებში. 7-30-ია სიღრმე და 6-10 დგას სადღაც ეხა ეს თევზი დაბლავს. მაღლაც მუზრაობს თავლას, ანუ ყველა წლის ყველა ფენაში დგას. ყველა ფენაში დგას. როგორც გვეუბნება ეხოლოდი. ხო, არის შანსი რომ შეიძლება ეს თევზები იყოს, ნუ რა ვიცი, როგორც თქვენ ქარიყლაპია, შუკაო თუ რაღაცა. ასევე ეს ქორჭილები, მაგრამ ეს ეკოლოტი აჩვენებს 40 სანტიმეტრიდან ზევით თევზებს. ხო და შესაბამისად თვლით რომ კობრებია.
აი ახლა ნიკუშას წერტილებზე გადავედით უკვე და ნახეთ, აი ყველგან თევზი დგას. ანუ 8 წერტილი გვაქვს, საკმაოდ მოშორებით ერთი მეორისგან და ყველა წერტილთან შორი ახლოს სულ დგას თევზი. ძალიან საინტერესოა. მოკლედ მეგობრებო, ზუსტად დილის 5 საათზე დაგვიწყდა და აი შეხედეთ ჩაგვება. ეგრეთ წოდებული ზაცები გააკეთა და ეხლა ვნახოთ თუ გამოვა. აი მეგობრებო, ესეთი ზომის 2 კილონახევარი 3 კილომდე. ხო, კობრი დავიჭერეთ. ხო, შედარებით დიდი ზომა. ძალიან დიდი ხარი ამოგვივარდა. ძალიან ძლიერი ტალღებია, ხანგრევ საქაურობა 75 კმ/სთ საჩვენებს. მოწოდები დავამაგრეთ, რომ არ გადაგვიტრიალოს და აი ხა შუა დღეზე დაარტყა დილის 5 საათის მერე. ნახოთ აბა კარგად იწვის და რა იქნება, იქ მედია რამე სხვა სიურპრიზი არ არის ტალღებისგან მოტანილი. მოკლედ ძალიან ძლიერი ხარია, ვერ ვიღებთ ვიდეოებს და აი ესეთი ზომის კობრი გამოვიყვანეთ. ეხლა ნიკუშა გაუშვებს. აი ეს ყველა კობრი მეგობრებო დაიჭირეთ და გაუშვით. დავაი, წავიდა. კობრი. აბარა. როგორი იყო? ძალიან მაგარი. ხარტყმა გვაქვს. იმედია ესეც არ ჩაებმევა. ხილად ჩავიდეთ თორე ძალიან ცუდი. და სადგომი გახდა აქ. ფაშინელი ხარია და ძალიან ძლიერი ტალღები. ოპა. ოცა. ოპა. ჩავსვით, ესეც ერთი კობრი. ძალიან ძნელია თან გადაღება და თან ჩოგანისხმარება ამ ხარში. აი ესეთი ზომის იქნება ესად ყურა. ჩავსვით და აუშვებთ. ეხლა კიდე გაუშვებთ. არ ჩავარდენიკო. ой, там გაუშვით. აი ეს. ყველა დაჭერილი კობრი გაუშვათ უკან. ოპა. როგორი იყო? სუპერ. ესე იგი, რა შეიძლება ითქვას ამ 2 დღის მონაცემებით, რომ ებულის წყალსაცავზე თევზი არის საკმაო რაოდენობით, რომ მოხვიდე და ისიამოვნო, რომ მთავარია კიდევ ერთხელ განმეორდები, რომ დაჭერილი თევზები გაუშვათ უკან, რადგან სხვა დროსაც შევძლოთ მოვიდეთ მეგობრებთან ერთად, ოჯახის წევრებთან ერთად და ვისიამოვნოთ, ეს კობრები რაც უფრო დრო გავა, უფრო გაიზრდებიან. ჩვენ ახლა ნელ-ნელა უკვე ვიშლებით. თლიანობაში გამოგვივა 48 საათიანი სესია. მე ვფიქრობ, ძალიან კარგი სესია იყო. გამომდინარე იქიდან, რომ ერთი ნავით და ეს სიტყვაზე რაღაც გართობაში შევძელით 10 სალამდე თევზის დაჭერა. უბრალოდ ვერ ვახერხებდი თან პარალელურ რეჟიმში გადაღებას, გამოყვანებს და ასე შემდეგ. იყო 2 ძალიან
ცუდი მომენტი ჩაბმების, ეგრეთ წოდებული ზაცების სხვათა შორის კარგი ძლიერი თევზები ჩანდა. რამაც ძალიან გული დამწყვიტა, რომ ხო იცით ყოველთვის გაინტერესებს, რომ რა გაგექცა, როგორი გაგექცა, როცა ვერ ხედავ, არ იცი რა არის. სხვა დავამატებ იმას, რომ ჩვენ მოუხშირებთ ხოლმე ესე გასვლას ველურ წყალსაცავებზე, შეძლებს დაგვარათ, წელს სპორტული კალენდარი ისეთი იყო, რომ მოგცა საშუალება ბიჭებს გავსულიყავით 30 ოქტომბერს ნაკრები მივდივართ სოფლიო ჩემპიონატზე. შესაბამისად ვეცდები, რომ ერთი გასვლა კიდე მოვასწრო სოფლიო ჩემპიონატამდე, ან ისე დგებულის წყალსაცავზე, ან თუ შაორი ცოტა დაიკლებს და დაიწევს, შემდეგ მაინც დავლაშქროთ. გამოიწერეთ ჩვენი არხი, ბევრი საინტერესო ვიდეოს ნახავთ შემდგომში. იქნება ძალიან კრეატიული და ასე ვთქვათ, შემეცნებითი ვიდეოები. დაგვილაიქეთ, დაგვიწერეთ კომენტარში, აი ღამე რატო არ იჭირება თევზი ტყიბულის წყალსაცავზე, რა გამოცდილება გაქვთ.